28 დეკემბერს ფლორიდაში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა მეტნაკლებად პროდუქტიული აღმოჩნდა. თუმცა მაინც არ ასაკმარისად. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 2025 წელს დასასრულებლად. სავარაუდოა, რომ ახალი წლის დღეებს უკრაინის მოსახლეობა კვლავ კრემლის აგრესიის ფონზე გაატარებს. რადგან სამშვიდობო გეგმა მხოლოდ 90% არის შეთანხმებული. სადავო საკითხად კი კვლავ დონბასის მომავალი რჩება. თითქმის 12 წლის წინ უკრაინის კონფლიქტის საწყისად ქცეულმა რეგიონმა შესაძლოა 12 წლის შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშოს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებაში, თუმცა რა ფორმით ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვფიქრობ, მიწა, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, უკვე დაკავებულია. სავარაუდოა, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი გასაყიდად არის გამზადებული. თუმცა გამორიცხული არ არის, ეს რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს. ამიტომ თქვენთვის ჯობია შეთანხმება ახლა შედგეს. რუსეთს სურს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს. შეიძლება ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პრეზიდენტს ვუხსნიდი, რომ პუტინი ძალიან კეთილშობილურად იყო განწყობილი უკრაინის წარმატებისადმი, მათ შორის ენერგიის, ელექტროენერგიის და სხვა საკითხების ძალიან დაბალ ფასებში მიწოდების მიმართ. ასე რომ დღევანდელი კომუნიკაციიდან ბევრი კარგი რამ გამოვიდა. ქონდა ერთობლივი პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს კვირებში ჩვენი გუნდები შეხვდებიან ყველა განხილული საკითხის დასასრულებლად. პრეზიდენტ ტრამპთან ასევე შევთანხმდით, რომ იგი იანვარში ჩვენს შეხვედრას უმასპინძლებს, შესაძლოა ვაშინგტონში, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინული დელეგაციის მონაწილეობით. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. კიდევ ერთხელ გსურს მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ ტრამპს თბილი მიღებისა და შინაარსიანი დისკუსიისთვის. ფლორიდაში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა კიევს 15 წლიან უსაფრთხოების გარანტიას თავაზობს, როგორც სამშვიდობო გეგმის ნაწილს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმითვე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ეს ვადა საკმარისი არ არის. ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილე. უთხარი, რომ ომი უკვე თითქმის 15 წელი აგრძელდება, ამიტომ ვისურვებდით გარანტია უფრო ხანგრძლივი ვადით იყოს. მე მას ვუთხარი, რომ განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობა 20, 40 ან 50 წლით. მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ იფიქრებს. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ძირითად პირობად მოსკოვი კიევისგან ისევ დონბასზე უარის თქმასა და რეგიონიდან ჯარების გაყვანას ასახელებს. კრემლის ამ პოზიციას კი კიევი კვლავ კატეგორიული უარით პასუხობს და კაპიტულაციად აფასებს იმ ნებისმიერ მოცემულობას, რომლის თანახმადაც დონბასი აღარ იქნება უკრაინის სახელმწიფო საზღვრებში. არ ვიცით, როგორ წარიმართა ეს მოლაპარაკებები, ამიტომ მათი შეფასება არ შეგვიძლია. ახლახან გაისმა საკითხი, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ ვგულისხმობ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ისინი შეთანხმდნენ, რომ მორიგ ჯერზე შედგეს სატელეფონო კომუნიკაცია. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია. რუსეთი განიხილავს სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი მიზნების მიღწევის კონტექსტში. ეს კი გულისხმობს დონბასიდან რეჟიმის ჯარების გაყვანას ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას ახლა ევროპელი ლიდერები პარიზში გააგრძელებენ. სოციალთა კოალიციის წარმომადგენლები იანვრის დასაწყისში საფრანგეთის დედაქალაქში შეიკრიბებიან კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილის განსასაზღვრად. განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების საკითხი, რაც მოსკოვისთვის მიუღებელ გარემოებად რჩება. სოციალთა კოალიციას რუსული მხარე მისთვის ჩვეული ეპითეტებით ახასიათებს. ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიცია, რომელთაც მე მყეფარეთა კოალიციას ვუწოდებ, ცდილობს შექმნას ნიადაგი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის სუვერენული აქტივების ჩამორთმევას გულისხმობს. არ მინდა დავიჯერო, რომ მათ ეს გამოუვათ, რადგან ეს ძალიან დანაშაულებრივი ჩანაფიქრია და მის განმახორციელებლებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ პასუხისგებას ინდისის, კანონისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე. თუ ეს მაინც მოხდება, ეს კიდევ ერთხელ გამოავლენს იმ ადამიანების ნამდვილ სახეს, ვისთანაც საქმე გვაქვს ევროკავშირში. 2025 წელს უკრაინულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებთან არაერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გამართა. თუმცა ფაქტად რჩება ის გარემოება, რომ თეთრ სახლში დაბრუნებიდან თითქმის 1 წლის თავზე დონალდ ტრამპის დაპირება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 24 საათში დასრულების შესახებ სისრულეში ვერ მოვიდა. მშვიდობის მიღწევის გზაზე ძირითად წინაღობად კვლავ მოსკოვის პოლიტიკა რჩება, რომელიც გულისხმობს მშვიდობაზე საუბრის პარალელურად უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას.